მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რასაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. აქვე მინდა გთხოვოთ, ახალო მაყურებლებო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა, და დამიწერეთ კომენტარი, რამდენად რეზონირდება თქვენთან. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა კი იქნება როგორი ადამიანი ხართ საზოგადოების თვალში. როგორი ადამიანი ხართ საზოგადოების თვალში. როგორი ადამიანი ხართ საზოგადოების თვალში და საზოგადოება ფიქრობს, რომ ძალიან ძიმე ცხოვრებისეული გზა გაქვთ გავლილი, ძალიან ძიმე ტვირთები მოიკიდეთ თქვენ ზურგზე, ძიმე ტვირთებს ატარებდით და მიუხედავად ამისა, გაქვთ რაღაც დიდი მფარველობა სამყაროსგან, რაღაცნაირად მაინც იღბლიანი ადამიანი ხართ. ყველაფერი მაინც ყოველთვის ისე ხდება, როგორც თქვენ გინდათ. შეიძლება ამისთვის ძალიან ბევრ შრომას დევთ, ძალიან ბევრ რესურსს იხარჯებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც თქვენს სასიკეთოდ ტრიალდება და ეს იცის საზოგადოება. საზოგადოებამ ასევე იცით, რომ თქვენ გაქვთ როგორც ნათელი მხარე, ასევე რაღაცა დამალული, ბნელი, რაღაცა დაინტერესებული ხართ შემეცნებით, დაფარულის შემეცნებით. შესაძლოა გაინტერესებდეთ რაიმე ესეთი ლიტერატურა, რაც ფართოდ არ არის საზოგადოებაში გავრცელებული, რაღაცა საკრალური, რაღაცა ისეთი დაფარული. გაინტერესებთ ყველაფერი სამყაროს მოწყობის შესახებ, რა პრინციპები აქვს და სწავლობთ, ფლობთ თავადაც დიდ ინტუიციას. ბავშვობიდან შესაძლოა გქონდეთ ეს ინტუიცია. ბავშვობიდან შესაძლოა გქონდეთ განცდა, რომ რაღაცა განსხვავებული ხართ დანარჩენი საზოგადოებისაგან. თქვენი აზროვნები და ეს შესაძლოა საზოგადოებასაც არაერთხელ უთქვამს და ამას გრძნობს საზოგადოება. ამას ხვდება, რომ თქვენ ხართ ძალიან განსხვავებული, იდუმალი, რაღაც საიდუმლოებების მფლობელი პიროვნება, რომელიც ამჟამად ჩაბღაუჭებულია რაღაცაზე ან ვიღაცაზე, ან მატერიალურ სიკეთეზე, სამსახურზე, კიდევ როგორ აგექვავთ. საზოგადოება თქვენზე ფიქრობს, მეგობრებო, რომ თქვენ ისეთი არკანები ამოვიდა, რომ შესაძლოა ფიქრობდეს, რომ რაღაცა იჯადოქარი ხართ, რაღაცა მაგიური შესაძლებლობების მქონე, ინტერესდებით მაგით, ვითარდებით ამ მიმართულებით, შესაძლოა ნამდვილად აკეთებდეთ რაიმე პრაქტიკებს. ასევე იცის, რომ ხართ ძალიან ემპათი, თანამგრძნობი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში იყავით, მაგრამ ამ წუთა საზოგადოება აგქვავთ, რომ თქვენ უკვე თქვენი ამ დიდი თანაგრძნობიდან ვერაფერი ვერ მიიღეთ საზოგადოებისგან, საყვარელი ადამიანებისგან და რაღაცაი ძალიან გაძლიერდით და ეხლა ადრე თუ უფრთხილდებოდით ადამიანების დაკარგვას, არ დაკარგვას, ეხლა სულ ერთია თქვენთვის. თვლით, რომ ვინც თქვენიანია, თქვენთან იქნება, არ მიკატოვებთ, ვინც სხვა მიმართულებით იყურება, დალოცული ქონია გზა. ასევე შეგიძლიათ ენით, სიტყვით მოუჭრათ
ნებისმიერ ადამიანს სათქმელი და აღარ მისცეთ საშუალება, რომ ან რაიმე შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ან რაიმე სარკასტულად გესროლოთ, ერთს გეტყვით და ისეთ ეტყვი, რომ მეორედ ვეღარ გაბედავს, ანუ ესეთ პიროვნებად ჩამოყალიბდით. თუმცა აქვე ანუ ისეთ ეტაპზე ხართ, რომ უკვე მარტო სულიერება კი არა, ანუ მატერიალური მხარე, მატერიალური კეთილდღეობაც გაინტერესებთ. რაღაცა ძველს მიუხურეთ კარი, ესე ფიქრობს საზოგადოება, ძალიან ლამაზი არგანები ამომდის. და ანუ სამართლიანად სამყაროს უმაღლესი ძალების ჩარევით, ისინი ხომ ფიქრობენ, რომ თქვენ ძალიან იღბლიანი ხართ და ფარველობა გაქვთ რაღაცა დაიღბალი, ჩარევით, რაღაცა ახალი შანსები მოგეცათ ცხოვრებაში. რაღაცა მატერიალურ სიმყარეს მიაღწიეთ, რაღაცა სტატუსი მოიპოვეთ, პატივისცემა მოიპოვეთ. სამყარომ რაღაცა ახალი შანსები მიუხედავად წარსულში ძალიან მძიმე ტვირთისა, თქვენ უკვე იმას მიაღწიეთ, რომ სამყაროსგანაც იღებთ საჩუქრებს და ამას ხედავს საზოგადოება. აქვე მინდა ორი სიტყვა გითხრათ ტაროზე, მეგობრებო. ტარო ჩემთვის არ არის მხოლოდ სამკითხავო ინსტრუმენტი, მეც. ტაროს ყურება თავიდან, ანუ ვიდეოების დავიწყე, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, დავიწყე ჯერ უბრალოდ ინტერესის გამო, ანუ რამდენად თან შიშით, რამდენად დაემთხვა და მე აღმოაჩინე, რომ და წავიკითხე და გავეცანი, ანუ ზედაპირულად არაფერი არ მიყვარს სიღრმეებში. და აღმოაჩინე, რომ ის უბრალოდ რაღაც სამკითხავო ინსტრუმენტი კი არა, ძალიან თითოეული არკანი ძალიან ღრმა შინაარსის მატარებელია. და ყველა დასტას კიდევ უფრო სხვადასხვა სიღრმეები აქვს. აღმოაჩინე, რომ ტარო არის ძალიან ღრმა, ძალიან დიდი ფილოსოფიურ ფსიქოლოგიური შინაარსის მატარებელი. ეს არის სულელის, ანუ წმინდა სულის მოგზაურობა სხვადასხვა არკანებში, სხვადასხვა მდგომარეობაში, განცდებში. და ძალიან საინტერესოდ ვითარდება ამ სულელის, წმინდა სულის, რომელიც ამ ქვეყნად მოვიდა და მისი ერთადერთი საბადებელი იყო ნდობა. სხვა არაფერი არ ქონდა, წმინდა სული, სრულიად შიშველი მოვიდა და ერთადერთი რაც მას ებარა და ქონდა და გაჩნდა იყო ნდობა სამყაროსადმი, უპირობო ნდობა. და ესე წმინდა სული მოგზაურობს სხვადასხვა არკანში და გადის სხვადასხვა თავგადასავლებს, გამოცდებს. ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდი სიღრმე აქვს ტაროს და სწორედ ამან დამაინტერესა ტაროში. 5 წელი არის პრაქტიკულად გავდივარ ამ დიდ ტრანსფორმაციას და ვეცნობი ყველა სახის ინფორმაციას, არა მხოლოდ ტაროსთან დაკავშირებით, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ფიქრის მატერიალიზება, მიზიდულობის კანონი, ყველაფერს აბსოლუტურად, რაც ეხება დამალულს, დაფარულს, სიღრმისეულს, სულიერს, ღვთაებრივს. არ ვატარებ არანაირ მაგიურ პრაქტიკებს. ერთადერთი თუ რაიმე სახის პრაქტიკას ვატარებ საკუთარ თავზე და არა რიტუალების სახით, თუმცა ყველაფერს შეიძლება უწოდოთ რიტუალი, თუნდაც აი ხა ეს სანთელი რომ დავანთეთ აქ და შევედით ამ რესურსულ მდგომარეობაში ვატარებთ გარკვეულ რიტუალს შეიძლება ითქვას. თუნდაც ხაბს რო ვიღებთ, ესეც გარკვეულწილად რიტუალია. ბევრ რაღაცა შეიძლება ეწოდოს რიტუალი, მაგრამ მუშაობ საკუთარ თავზე. რა მინდა, ვინ ვარ, საიდან ვარ. ბოდიშით ამ გადახვევისთვის. კიდევ რას საუბრობენ? როგორი ადამიანი ხართ საზოგადოების თვალში. საზოგადოება თვლის და იცის, რომ რაღაცა მტკივნეული სასიყვარულო გამოცდილება გქონდათ.
რამაც ძალიან დიდი ტკივილი, ტრანსფორმაცია, გაურკვევლობა გამოიწვია თქვენში. ნახეთ? გქონდათ რაღაც სიყვარული, რომელიც იყო თავდაპირველად ძალიან ბედნიერი, ძალიან ლამაზი, მშვენიერი, სავსე დადებითი ემოციებით. დატოვეთ ეს სიყვარული, ოღონდ თქვენინებით არა, იძულებული გახდით და წახვედით, მაგრამ ეს იყო ძალიან მტკივნეული, ეს დაღონებული, იძულებული გახდით თქვენინებით არ მომხდარა და გადახვედით რაღაც შეზღუდვებში, შიშებში, გაურკვევლობაში, უიმედობაში. მაგრამ ჩამოყალიბდით, ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ და ამას საზოგადოებაც აღიარებს, რომ ამჟამად ხართ ქალი, თვითკმარი, რეალიზებული, მიწაზე მყარად მდგომი, ფინანსურად ძლიერი, ზუსტად იცით რა გინდათ, საით მიდიხართ, გაქვთ ღმერთის ფარველობა, დედამიწის ენერგიის ფარველობა, სიუხვე, სტაბილურობა, ამავდროულად წესრიგსაც იცავთ, გაქვთ დისციპლინა, რაღაც მიზნები, ყველაფერი დალაგებული გაქვთ თქვენს თავში, რა გინდათ, როგორ გინდათ, საით მიდიხართ და ეს იცის საზოგადოებამ და ამას აღიარებს საზოგადოება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.